ღმერთი მოვიდა ადამიანად. გასაგებია, რომ ღმერთი ტრანსცენდენტულია და მაგრამ ადამიანად მოვიდა. ესიც რას ნიშნავს? რომ იესო ქრისტე, რომელიც 2000 წლის წინ დაიბადა. ხო, ჩვენ მივეჩვიეთ იესო ქრისტე, მას ლოცვაში მოვიხსენებთ, ფილმებს ნახულობთ, ხატებს უყურებთ. ვხედავთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პატარა იესო ხელში უჭირავს. მაგრამ პიროვნულად აი პატარა ბავშვი, რომელიც ხელში უჭირავს, პატარა იესო, არის ის, ვინც გალაქტიკები შექმნა. ერთ და იგივე პიროვნებაა. ადამიანები ხშირად არც კი ფიქრობენ, ისე ამბობენ გვწამს და მე რომ ეტყვი აბა დაფიქრდი, მე ეშინიათ ხოლმე. აი მაგალითად 2000 წლის წინ დავდივარ ჩვენ აღმოსავლეთში, იუდეაში, ეგვიპტეში და რაღაცა და ეზოში სახლებია, რაღაც ქოხმახები და ბავშვები თამაშობენ. ახალგაზრდა ქალი გამოდის სახლიდან, ბავშვებისკენ იყურება, იეშუა, მოდი 3 წლის, 4 წლის ბიჭუნა გამოვიდა, მიდის საჭმლის საჭმელად. მოვიდა ვიღაცა გვეკითხება, ეს ბავშვი იცით ვინ არის? ვინ არის? უკვე საღამოა ვარსკვლავები გამოჩნდა. აი ეს ყველაფერი, რასაც შენ ცაში ხედავ, ამან გააკეთა. დაიჯერებდით? არ დაიჯერებდით. ეს გვჯერა ჩვენ ქრისტიანებს. ნორმალურია ეხლა ეს? არ არის ნორმალური. აბა რატომ ჯერა? აი ეგ არის სწორედ მისტიკური ნახტომი. თუ შენ გულმა არ დაგიდასტურა, რომ იესო არის ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, გამოცდილებითაც თუ არ მიიღო შენ მოგულმა, ეს რაც არ უნდა წიგნები იკითხო, რაც არ უნდა მამა თეოდორე მოვიდეს, რაც არ უნდა სასწავლები მოგიხდინოს ვიღაცამ, არაფერი არ გიშორეს. ეს არის შენი პირადი გამოცდილება, რომელსაც ღმერთი აკეთებს შენს გულში, ეს არის მეორე მისტიკური ნახტომი.